მოგესალმებით მეგობრებო ყველას, როგორ ხართ დილამშვიდობისა დილის საუზმის მაგიდიდან შემოგიერთდებით სრულიად საქართველოს. ჩემს მეუღლესთან ერთად დღეს ახლა ჩემს მეუღლესთან ერთად გვექნება ლაივი და გამოკითხვას ვატარებ თქვენთან და ჩემს მეუღლესთან. მე ახლა მარტო მე რო არ ვლაპარაკობდე, თქვენი აზრებიც მაინტერესებს ძალიან. გამოკითხვა ასეთია. თვლით თუ არა რომ ეკლესიაში სანთლის და ხატების ვაჭრობა არის და ითვლება ვაჭრობად. აბა, ჩემო მეუღლევ, რას ფიქრობ შენ? თუ არის ვაჭრობა? ხო. მე მგონი საერთოდ ფული არ უნდა იყოს ეკლესიაში. რატო? რატო? ეხლა კითხვი. შებოროტო შენ? არა, მე ბოროტო არა ვარ. რატო? რა დაგიშავა ფულმა? მოიცა, ეხლა კითხვი. შენ ხარ გიჟი, შეპყრობილი ხარ შენ. აბა ფულმა რა დააშავა? რა დააშავა ფულმა? სანთლით ვაჭრობაა? რა დაგიშავა? ფული საერთოდ ეკლესიაში არ უნდა იყოს. რატო არ უნდა იყოს? აი რატო? ვინ გითხრა რომ არ უნდა იყოს? ეხლა კითხვი რატო? ხო, აბა მითხარი რატო? ჩემ ბავშვობაში მე გავისადე გერმანიაში. ხო. უბრალოდ ბავარიაში. ხო. ყველა ეს კათოლიკური ადგილი. შენ კათოლიკო შენა? ხო. წადი აქედან, მოშოდი, შენ ქართველებს უნდა გვასწავლიდე რაღაცებს? წადი აქედან. ერთი წუთი. აი, ეკლესიაში. ერთი წუთი. ხუმრობ მეგობრებო. ხუმრობ, იცი როგორ ხუმრობ, როგორც ჩემთან ხუმრობენ ხოლმე ქართველები, ზოგიერთი ხარ ქართველი. ისევ ხუმრობ. სატანას ყავს შეპყრობილი თურმე, ეკლესიებში შედის ეს გოგო და იქიდან რაღაცა მაგიდის გამოტანა სურს და ისა ეკლესიებში შედის ეს გოგო და სატანას ყავს შეპყრობილი ქრისტეს სიტყვას იმეორებს. აი ესეთი შეპყრობილი ვარ მე. ეხლა ჩემ მეუღლეც ეგეთია, აბა. ეხლა. ჩემ ბავშვობაში მე დავდიოდა ეკლესიაში მინიმუმ ერთჯერ კვირაში. კვირაში, ხო? რამ ხელები ხავით 10 წლის ან რაღაცები, ხო? ბავშვებო გამორთეთ ყავა და ადუღდება, ხო? მერე? და აი სიერებას მერე. ხო. იხო ხოლმე აი ხუთით ჩამოივლიდნენ ხოლმე, ხო? ხალხი იჯდა სკამებზე. ხალხი იჯდა, აი და იჯდა სკამზე, ხო და ხუთი მოდიოდა, ხუთი. შესაწირი, ხუთი. და აი რომ მოდიოდა ეს ხუთი, ხო? ჩემ ხელებში. აი მე მგონი რა არის? აი ეხლა რა უნდა? ეხლა იმიტომ მე ამ მქონდა ქურდა ჩუბეში. მე პატარა ბიჭი ხურდა. ამ მქონდა ჩუბეში. ჯიბეში, ხო. და მაინც მოდიოდნენ. არ მოდიოდნენ. ეს გრუგზე მიდის. ხო, ანუ გრუგზე მიდის და სულ ვინ შეხვდება, გადაეყრება გზაზე. იხო სიმრერა. ხო. და ხმა იხო სკაპ. სიმღერა არა, გალობა, ხო? გალობა იყო და თან სკაპ. ხო, მეც ვეუბნები ხოლმე მაგას. მე თქვი მიშლის ხეზე სკაპონი, ხო, თქვა? მე. ხო და მე ფიქრობდა რა, აი მე ცუდად ცნობდა. ბავშვი იყავი და და ცუდად ცნობდა. აი ეხლა ამ მქონდა ფული, ხო? მაგრამ მაინც ფული ხო. მე მთელი რა ქვია, ცირვა ნერვიულობდი. არა, მოიცა. მე კარგად ვიხავით ცირვაზე, ხო? უხარია ყველაფერისთვის, ხო? მე ჩაგაშხამებდნენ, ხო. რომ მე ჩამოივლიდნენ ფული, აბა მე არ მქონდა ფული, ო დაჩა სახში ქუდა და ეხლა რა უკრაც. აი ესე არის მეგობრებო, ესე იგი არ უნდა იყოს ხურდა ეკლესიაში. არ უნდა იყოს საერთოდ ფული, იმიტომ რომ ცუდად ცნობს თავს. ვინ გრძნობს ცუდად თავს? მე მაგალითად. მე? თუ აუ ხო რა? მაგრამ იცი რა, ქართველებს უხარიათ ეკლესიაში რომ ყიდულობენ, სადაც ღმერთს რაღაცას გაუკეთებთო კარგსო. აი ეს ქართველებს კი არა იმ დაბრმავებული იმეებს. მაგრამ რატო არ აკეთებენ ეკლესიას გარეთ? ეკლესიის გარეთ რატო არ აკეთებენ? ხო, საინტერესოა ისე, რატო არ აკეთებენ ეკლესიის გარეთ? რა პრობლემაა რომ გამოიტანონ, ხო ის დახლი? აი, რა ქვია, ეზოში. როგორც გარეთ ყავთ გაგდებული ისენი, მათხოვრები, რომ გადმოსავენ ხოლმე და დასვამენ კარეთთან. იქ უნდა იყოს, ხო, იქ უნდა. და მე საღამოს ჩამოვილიან ქურდები და აბა რამდენი გამოიმუშავეთ მათხოვრებს, ხო იცი ფულს იმან მითხრა იქ რო იყო.
მთელი ღამე გავათენი აქო და დილით ვნახეო რომ ეს ქალი მოიყვანეს მანქანითო და ჩასვესო რა დასვეს აქო და რაც გამოიმუშაო ღამით მოვიდა ეს ქალი იქ რო არის კარებში ეკლესიაში ეს ქალი უთრარი რომ მე 18 სამთარი არის ცხოვრობს არაფერსაც არ ცხოვრობს მოიყვანეს მანქანით საცხოვრობს იქ არ ვიყავით იქ არ იყო დილით და საცხოვრობს და რატო შეიძლება ესეთი იტყვება რა მოიცა ქურდების აკეთებენ ფულს მომისმინე ეს საწყალი ქალი ყავთ გამოჭერილი რომელსაც აკეთებინებენ ფულს მათხოვრობის სახით მართლა ეგრეა იმ ბიჭმა მითხრა არ ვიტყვი სახელთაგვარს აქ ვიყავიო ღამით დავრში აქო გავათენე მთელი ღამეო მოვიდნენ დილითო მოიყვანა მანქანამო დასვა ეს ქალიო და ღამით საღამოს ისევ წამოჩამოსვლაზე რო იყვნენ შემოვლაზე მოვიდნენ ისევ რაღაცეები ელაპარაკესო ნახევარი საათი ელაპარაკესო ამ ქალმა რაღაცა მისცაო იმათმა არ ვიცი წაიყვანეს ეს ქალი თუ რა ქნას არ ვიცი ზუსტად აღარ მიკითხავს მაგრამ აშკარად ეს ქალი არისო იმათი დასმულიო ვიღაცეების ნუ რაღაცა ეხლა უყურე მომისმინე ის დახლიროდებს იმ ჯვარზე იქ რატო უნდა გამოვიდეს გარეთ რატო ხო იცი რატო საბაჭრო დახლი შიგნით იმიტომ ხაიხი კარგად უნდა ცნობ ეკლესიაში კარგად უნდა გძნობდეს თავს ხო კარგად გძნობენ შედიან და ნეტარებაში არიან სანთლებს ყიდულობენ არიციან რა არიციან არიციან რომ ცუდი ამბავი არის რა არის ცუდი ამბავი რომ ვაჭრობა არის ეკლესიაში ვაჭრობა არ უნდა იყოს ეკლესიაში მე იტყვიან რომ სანთლით ვაჭრობას უძახიო შენ მაგასო ხო აბა რატო სანთლით ვაჭრობა რატო აბა ვაჭრობა გითხარი სანთლის ვაჭრობა არის ვაჭრობა ფასი იძერია და ეს არის ვაჭრობა ყიდვა გაყიდვა არის ყველაფერი ვაჭრობა ეხლა უყურე მტრედებსო ძროხებსო და ცხვრებს ყიდიდნენ ადრეო ქრისტემ ისინი გამოყარაო არ ვიცი თუ შესაწირები არ იყო ესენი ოპტესნო უნტაშით მახდეთ ოპსი განსხვავება არ არის ხო არ ვიცი რა განსხვავება არ არის ეს არის ფულის კეთება ხო ფულის კეთება აი რა კარგად თქვი ფულის კეთება რაც ფულის კეთება არის ვაჭრობა ეს არის ფულის კეთება ეს არ არის რომ ეს არის ფულის კეთება მეტი არაფერი არ არის ღვთის შესაწირიდან ფასი რო იძერია ფულის კეთება აი ეხლა ეკლესია უნდა ფული რა თქმა უნდა ფული ხო რატო ხო რატო უნდა ფული იმიტომ გაჭირვებულებს ეხმარება იმიტომ ბერები ის უნდა ფული საჭმელი უნდა არა ის ბერებს არ აძლევს საპატრიარქო ფულს და ეს ფული საიდან მიდის საიდან მოდის ვერ გავიგე სად მიდის და სად მოდის ეხლა ეს მამაო ხო ვინც ატარებს ძირვა ხო საიდან აქ ხეფასი მრევლისგან და საპატრიარქოც ხანდახან უხდის ხოლმე ხო 26 მილიონი აქვს წელიწადში შემოსავალი საპატრიარქო ესე იგი ხეფასი არ აქვს მამაოს ხო ხელფასი აქვს კი როგორ არ აქვს საიდან აქვს ხეფასი არ ვიცი კითხოთ ხო აი თუ ხეფასი არ აქვს ხო შეიძლება აირებს სანთლის ფული არ ვიცი შეიძლება აირებს ეს სანთლის ფული თავისი ხეფასი იქნება ალბათ მე არ ვიცი ეგ არ მითხრა მე მითხრა იმან რომ მე არ შემიძლია ამის შეცვლაო წადი საპატრიარქოს წინ დადექიო ესე მითხრა ხო ის არ იყავი ხო მაშინ საპატრიარქოს მოგითხე არის ესე იგი ეს თანხა ხო მიდის საპატრიარქოსთან ხო ეს ამისი არ არის ესე იგი არის ფულის კეთება საპატრიარქოსთან ხო მაგრამ საპატრიარქო უნდა ფული რა თქმა უნდა რატო უნდა საპატრიარქოს ფული შენ რას ფიქრობ აი კარგი მანქანები აქვს სახლი აქვს გათბობა უნდა ყველაფერი ფული უნდა $8 ფეხსაცმელები უნდა უყიდოს პატრიარქს არა ეს საჩუქარი იყო საჩუქარი იყო გაგირებისთან ის მანქანებით საჩუქარია ყველაფერი საჩუქარია რუსეთიდან ყველაფერი საჩუქარია 26 მილიონი სად მიდის არ ვიცი სად შენ გახსოვს ჩემი ძმა მაღლა რო იდგა იქ საგრამოს რო აშენებდნენ იმ ეკლესიას მე რო ვუთხარი რომ მეთქვი საპატრიარქო რატო არ გეხმარებათ ამ ეკლესიის მშენებლობაში ამ ხალხს რო აწუხებთ მეთქი და რა გვითხრა იმან
საპატრიარქოსთან არ არის ვალდებული არ არისო, ხო? ვალდებული არ არისო, რომ დაგვეხმაროს ეკლესიის მშენებლობაშიო. ესე იგი, საპატრიარქო არ არის ვალდებული, რომ ბერებს, მონასტრებს დაეხმაროს ან ეკლესიის მშენებლობაში, ან რაღაცა სხვადასხვა საკითხებში, რაც თქვათ, საყოველთაოდ შენდება ეკლესიისთვის, მაგრამ საპატრიარქო ვალდებული არის იქ, რომ ხალხი ჯვარზე რომ ავა და გააპროტესტებს იქ, მოკითხოს, თითი დაუქნიოს, შენ მეორედ არ შეგვიშალო წირვაში ხელი, გოგონა ვიღაცა ხარ, რა ქრისტე, რის ქრისტე, რა დროს ქრისტეს სიტყვა არის აქ, ქრისტეს ადარებ თავს, რომ უთხარი, რომ მეთქი აქ არ შეიძლება ვაჭრობა, რას აკეთებთ და ქრისტე ვინ მოგცა უფლება რო ყვირიხარ, რომ მეთქი ქრისტე მომცა უფლება და ისე ვიქცევი როგორც ქრისტე მოიქცა მეთქი და შენ ქრისტე ხარო, ქრისტეს ადარებო, შეპყრობილია საწყალი, შეპყრობილია, ვერ დაიწყის. განებეთ თავი შეპყრობილია, მეთქი ქრისტესეც ეგრე იძახნენ შეპყრობილია თქო და რა არის იცი? საქმე რაშია იცით მეგობრებო? ამაზე რატო უნდა გჭირდებოდეს ჩვენ ქრისტიანებს მტკიცება, რომ ჩვენ ქრისტეს სიტყვას ვამბობთ, როდესაც ეკლესიაში შევდივართ. შევდივართ. დავკაცდი, დავაშკაცდი, უნდა დავაშკაცდი, აბა კაცები არსად არ ჩანან აქ ამ ქვეყანაში როგორ ჩანს პირიქით აქეთ მოვიდნენ და თხლიშეს სახეში ჯვარზე რომ რატო შეეწინააღმდეგე შენ მამაოს. კაცები, რომლებიც მამაოს იცავენ, ჩემს წინააღმდეგ, წინააღმდეგ კი არა, ჩემგან იცავენ მამაოებს კაცები და ქალზე ხელი აიღეს. აი ესეთი ვაშკაცები ყვანან ჩვენ საქართველოში დაზრდილები. ხო და ეხლა რა ხდება მეგობრებო რა არა კარგი კაცებიც ყავს ის კაცები რომლებიც გვერდში დამიდგნენ ესე რომ დაუქნიეს მამაოს ითი შეეშინდა მამაოს და მე არაფერი არ შემიძლია მე კაცო წადით საპატრიარქოსთან იქ და დექითო 6 ვაშკაცი მამაკაცი რომ დადგა იქ და ჩემს გვერდით იყო დაინახეს რომ მარტო არ ვარ ხო ეხლა რა ხდება მეგობრებო ნახეთ რა ხდება როდესაც ჯვარზე ვიღაცა უცხოელებმა გადამთიელებმა წარმართული ერის წარმომადგენლებმა რელიგიის წარმომადგენლებმა ჯვარს ფეხები ურტყეს იქ უშიშროება არ შეწუხდა მაგრამ ჩემს გამო ორჯერ შეწუხდა უშიშროება და ორჯერ ამოვიდა იქ რომ უი თამარი გამოჩენილა ისევო გესმით და საინტერესო რა არის იცი ხო საინტერესო რა არის იცი მე არც არაფერს ვურტყავდი და არც არავის ვცემდი და არც არავის პირდაპირ ვამხელდი სიტყვით შეიძლება ოდნავ ხმამაღალი ლაპარაკი მომიწევი იმიტომ რომ იქ ბევრი ხმაური იყო და ხმამაღლა ხო უნდა მელაპარაკა მაგრამ არც ეკლესიისთვის მირტყია ფეხები და არც ტრაკი მიმიშვერია უკაცრავად უკანალი რა როგორც იმათმა გააკეთეს მაგრამ სახელი და გვარიც იციან იმ ადამიანების იციან საცხოვრობენ და ყველაფერი იციან მაგრამ არავინ არ შეიწუხა თავი არც ერთმა იმან რა ქვია არც უშიშროებამ არც პოლიციამ არც სასულიერო პირებმა როგორიც არის საპატრიარქო არ შეიწუხეს თავი ერთი წუთი შეპყრობილები რომ არიან მიტო იქცევიან მასე ოღონდ მიზან მიმართული შეპყრობილები არიან აწყობთ მასე ნამდვილად დასალაგებელია არა მარტო საპატრიარქო სამწუხაროდ ყველა სფეროში ასია დილამშვიდობისა თამარ ჩვენთან სამეგრელოში არის ეკლესიები სადაც არის სანთლები და შესაწირი ყუთი არა ყიდვა ვისაც რამდენი უნდა აიღებს ანთებს ვისაც უნდა ის ყუთში ფულის წირვას მოკლედ სადაც ვისაც უნდა ყუთში ფულს წირავს მოკლედ სადაც ეს ხდება ყველგან თავს კარგად უგრძნო მადლია მარინა ეგრე უნდა იყოს და დაჟე ეს ყუთიც გარეთ უნდა იდგეს გაიხსენეთ ის მონაკვეთი რო შედიან და გარედან აკვირდებიან მოწაფეები და ქრისტე რა რამდენი ვიღაცა წირავს და ერთი ქალი ჩააგდებს ბოლო ცენს გროშს თუ რაღაცა და ქრისტე ეუბნება თავის მოწაფეებს რომ მე გეტყვით თქვენ რომ მართალს გეტყვითო ამ ქალმა უფრო მეტი შეწირა ვიდრე იმ დანარჩენებმაო ესე იგი გარეთ დგას შესაწირი და არა შიგნით გარეთ უნდა იდგეს შესაწირი შიგნით არაფერი არ ესაქმება ფულს იმიტომ რომ ფული არის კონტრაში უფალთან ფული და უფალი
აი აქ არის ორთა ბრძოლა. თუ ორ ბატონს ერთად ემსახურებიო, არც ერთი არ გიღებსო, გესმის ქრისტე ამბობს, არ გამოგივა ეგრეო და თუ ფულსაც და უფალსაც, აი ფული და უფალი ერთი და იგივე ასობგერებისგან შედგება. იმიტომ რომ ეს არის ორთა ბრძოლა, ან მამონა, ფული, ან უფალი. გესმის და თუ უფალიც შიგნით ყავს და მამონაც შიგნით ყავს ეკლესიაში, გამოგდის ორ ბატონთან მსახურება და ქრისტეს სიტყვები თუ არ გინდათ გაიგოთ, მე მეუბნებიან წაიკითხე სახარებაო და იქნება თვითონ წაიკითხონ სახარება და გაიგონ. რამდენჯერ თუ ეს სიტყვები თუ ვერ გაიგეს, კიდევ ერთხელ გადაიკითხონ სახარება. მე უკვე წაკითხული მაქვს სახარება, ვისაც გაინტერესებთ, მაქვს თუ არა სახარება წაკითხული. მეგობრებო, წაკითხული მაქვს სახარება, ერთხელ არა მხოლოდ, რამდენჯერმე. და შიგა და შიგ ისევ და ისევ კითხულობ ხოლმე. და როდესაც ჩვენ ამაზე გვესაჭიროება მტკიცებულება თუ რა ვიცი, თავის დაცვა რომ ეს არის ვაჭრობა, სულ ერთია ეს ხატი იქნება, სანთელი იქნება, ძროხა იქნება თუ მტრედი, სულ ყველაფერი ეს რაც ჩამოთვალე არის შესაწირის სახით იმიტომ იყიდებოდა, თორემ რა, ბაზრობაზე ვერ დადგებოდნენ და ძროხებს და მტრედებს ვერ გაყიდიდნენ. მტრედი იყო შესაწირი. იუდეური კულტურაში, იუდეურ რელიგიაში მტრედს ყიდულობდნენ და შემდეგ ამას უშვებდნენ. ეს იყო შესაწირი, როგორც ჩვენ ყიდულობთ სანთელს და ვწვავთ ღმერთისთვის. ასევე იყო ძროხას ყიდულობდნენ და კლავდნენ. ხბოს, ასევე იყო სხვას ყიდულობდნენ და კლავდნენ. მართალი კი არა, ეს არის რელიგიაში ისწავლება ეს. არის წოდით აქამდე. ბაზრობა კი არ იყო, ეს იყო შესაწირები ყველაფერი. ძროხაც, ცხვარიც და მტრედიც იყო შესაწირები, იმიტომ ყავდათ იქ, თორე სხვა ესე იგი ერთი და იგივეა. ჩემმა მეუღლე მე ახლა გაიგო. შენაირი ალბათ ძალიან ბევრია. მე მქონი მოიცადე აქ რაღაცა. შენაირი ესე იგი ძალიან ბევრი არის მარინოს, რომელსაც არ ესმის რა იყიდებოდა იმ სინაგოგაში. ხო, მე აი არასდროს ამიფიქრდი რა ირიდება სინაგოგაში, ხო? რატო არ გიფიქრია მე? მე მგონი აი საერთოდ ბაზარი ხო შიგნით, ხო? არა, ბაზარი კი არ იყო, კაცო, იქ იყო შესაძლებელი. გაგიდან ცხრები მიყავდა. აბა რა, მაგითო. მაშინ ერთი და იგივე სიტუაციაში ხარ და სანთლები ერთი და იგივეა. ერთი და იგივეა და ამიტომ ფერი იცვალა მეთქი მამონამ რო ამბობ ვერ გესმის? ცხვარი რატო არ ირიდება? ეკლესიაში. ცხვარი იყიდება, ოღონდ მან ეკლესიაში არა იქ ყავთ. ველზე ყავთ გაყვანილი. შენთან ჭაჭუნაში არ არის ის მღვდელის პირი, რომელმაც შეისყიდა ის ადგილი? ხო, იქ იყიდიან ცხრები. აი ესე იგი, მე ფიქრობ, რომ ჯოლიბრული ბაზარი იყო, მაგრამ ეს იყო ბაზარი ამისთვის რა, აი ეკლესიასთვის. ეკლესია არა, ტაძარისთვის რა. ტაძრის შესაწირები იყო, ხო? მაშინ ერთი და იგივე რა, რა არგუმენტები გაქვს შენი რა ქვია? არგუმენტები ჩემი არ ესმით და არ უნდათ რომ გაიგონ, იმიტომ რომ ეკლესია ცხვარი და სანთელი ერთიაო, დაბნელებული ხალხი. გავიგე, ხო? ბოლოს და ბოლოს შენს გაიგე რა. მადლობა, უფალო. მე საერთოდ ვიცი, რომ ფული არ უნდა იყოს ეკლესიაში, ხო? მაგრამ რატო აკეთებდი ქრისტე, ხო? აი არა, მოიცა. Rato Sandlebi არის warum auch Kerzen dazugehören, ხო? Warum das schlecht ist, ja? Das könnte man immer noch verstehen. Ja, man gibt es doch für die Kirche, Ecclesias Twisaris, Kmertis Twisaris, Sandlebi. ხო და შეიძლება ირიდე. ის მტრედებიც ღმერთისთვის იყო, ის ძროხებიც და ის ცხრები. ეხლა გავიგე რა. რა ხან შენ გაიგებ, თელ საქართველოს გაიგებს მე მგონი რა. ხო, მე მგონი თქვენც გაიგებთ აცი. ასე რომ პირველად მესმის შენგან. პირველად გესმის ჩემგან, პირისველად გესმის ჩემგან. პირველად გესმის ჩემგან. პირველად გესმის ჩემგან, რამდენჯერ სულ მაგას ვიძახი და ეხლა გაიგე? ესე იგი მივხვდი რაშიც არის პრობლემა, მეგობრებო, მე ვთქვი რატო არ ესმის ამ ხალხს ჩემი. აგერ მეუღლესთან მაქვს ერთი დაახლოებით 50,000 ჯერ ნათქვამი ეს, მაგრამ ეხლა გაიგო. ეხლა გაიგო. არა. მადლობა უფალს, მადლობა. Danke, Gott, ich danke dir. გაიგო. თაკო შეიძლება ეს დეტალები ხო ქართული ენაზე რა გავიგე. მაგრამ გერმანულადაც მაგ ნათქვამი. არასდროს არა. Doch, habe ich schon. არა.
შენება უბრალოდ შენ არ გესმოდა. უბრალოდ შენ არ გესმოდა, გესმის? კაგია რო გვაკეს ლაიფი რო მე აი თურმენა თუ ჩავწერე ლაივი. მეგობრებო, ხდებით? ესე იგი მე რო ვამბობ, ხალხს არ ესმის. ამიტომ ვიძახი 20 ჯერ და 50 ჯერ უნდა თქვა ერთი და იგივე რომ გაიგოს მეთქი ხალხმა. ეხლა ჩემ მეუღლესთან რამდენჯერ მაქვს მოყოლილი ეს ამბავი, რომ ქრისტე რო შევიდა იქ და გამოყარა ხალხი გერმანულადაც და ქართულადაც მაქვს მოყოლილი ერთი წუთი. ისინიც შესაჭირები იყო, ისინიც შესაჭირები იყო, რასაც ყიდნენ მტრედიც, ცხვარიც და ძროხაც დღესაც წირავენ ისინი. იუდეველები დღესაც წირავენ ცხვარსაც, ძროხასაც და მტრედებსაც. მტრედებს იყენებენ ძირითადად ჩხიბაობისთვის. სვანია. სვანი. შენ ხარ სვანი, უკვე მეორედ გეუბნებიან სხვადასხვა ადამიანები. იმიტომ მე ნელა გავიგე თუ რატო სვანი ვარ. არ ვიცი, მაგრამ სვანი ხარ მართლა რა. არ ვიცი რა. არა. აბა ქუდი დაიხურე. უი, გუშინ მესის ბრა, ორის ცალის სვანური ქუდი. ერთმანეთს ვახურებდი ამ ქუდებს, ვიპოვე. საინტერესო, მე მქონდა დღეს მეც მქონდა სისმარი ჩემი ძველი სვანერის ქუდი რაც მაქსახში. სადაგ არ ვიცი, აი ქუდი მესის ბრა, ის სვანური ქუდი. მე სვანურის ქუდის სისმარი მქონდა. და კიდე იცი რა, სად ვიყავით? ჭაჭონაში ვიყავით და აქ ჭაჭონაში ვიღაცები იყვნენ და ეს ქუდები ეყარა და ავიღე ეს ქუდები. და ერთმანეთს დავახურე და ქვები მეგონა ჯერ. და ეს ქვები კი არ არის ქუდები ამეთქი და დავახურე ერთმანეთს და სვანური ქუდებია თქო თქვი და იქ იყო კიდე ერთი ყვავილი. აი განსაკუთრებული ყვავილი იყო და შენ მიხსნიდი რა ყვავილი იყო ის. მართლა გეუბნები, საინტერესოა. სვანეთ, უნდა წავიდეთ მარინოს სვანეთში. ახლა დრო არის მე მგონი, არ ყოფილვარ სვანეთში მეგობრებო და სულ გვინდა რომ წავიდეთ. ვიტყვით ახლა წავალ სვანეთში ვერ მივდივართ. წავალ სვანეთში ვერ მივდივართ. ყველგან ვართ ნამყოფი, ყველგან. არა, ყველგან. ხო, ყველგან. პრინციპში ყველგან. ერთადერთი სვანეთში ვერ ავედით. ეთყობა მაგას თავისი დრო აქვს და ახლა უნდა ავიდე სვანეთში. ორი ცალი. რატო გეშინია? იცი რატო მეშინია? მე 20 წლის წინ ვიხავით სვანეთში. ხო, მე პირველად რო ვიხავით ტურისტულად. ძალიან კარგი დრო იყო რა. აი, ძალიან ველური, ბუნებრივი ადგილი იყო. მაგიტომ გეშინია რომ შეცვლილი და მეშინია ეხლა რო ავიდეთ, ხო? და ყველაფერი ახალი სასტუმროები და ესე შეიძლება ცოტა მეშინია რა. შენ გიყვარს ის ძველი რაც იყო, ხო? ძალიან ტრადიციული და კარგი ხალხი იყო. ჩვენ ბუხანკი გავიდით, ხო? ხო. და პირველი რესტორანი გავაჭეროთ, ხო? მცხოვრებთან ერთად და დავლიოთ და ესეთი კარგი სიტუაცია იყო რა. ხო. ავიდით მე ხალხთან ერთად ცოტა თვალები ვიხავით, ხო? უგან კაცებისთან სასამთრო იყო ქათმები, ხალები. და კალისკანი კარი იყო რა. აი ესეთი დალახებიც იყო, ხო ალბათ. დალახები იმდენი არა, ცუდი გზები იყო რა, აი არ იყო ასფალტი. ნეტა ეხლა როგორი იქნება? აი შენ გაგნანახი და მე არ მაქვს სვანეთი ნანახი, ასე ხარ. მეშინია. შენ გეშინია და მე კიდე მაინტერესებს. აი გერმანელს უნდა ქონდეს სვანეთი ნანახი და მე ქართველს არ უნდა მქონდეს სვანეთი ნანახი. ესეთი რამე არ გამიგე. ეს იცი რის იბრალია მეგობრებო. ზვიად გამსახურდიას მკვლელმა ილია მეორემ და შევარდნაძემ ბავშვებს ჩვენ იმ დროში გავიზარდეთ, ხო? რომ შემოგთავაზეს ისეთი სახელმწიფო, რომ ექსკურსიაზე ვერ მივდიოდით ხოლმე. ექსკურსიაზეც ვერ დავდიოდით. მასწავლებლებს და ხალხს ისე უჭირდა, რომ საქართველოს ვერ ვნახეთ. მეორე ის რომ მოვიდა სააკაშვილი და ყველაფერი დაგვინგრია და ის ხალხი ჩასვა გაყარა ჯერ საზღვარგარეთ. წავედი მე პირადად საზღვარგარეთ და დანარჩენები ციხეში ჩაგვისვა, მამაკაცები ციხეში ჩაგვისვა და ვიღაცები მოვლენ ახლა იტყვიან და სააკაშვილი ღმერთია, დავით აღმაშენებელია. იმიტომ რომ ის გზები გაუკეთა იუდეველებს ვიღაცები ვაჭარ ხალხს გაუკეთა გზები. აბა ახლა მითხარით ვინ დადის დღეს და ვინ იყენებს ამ გზებს რომელიც სააკაშვილმა გააკეთა. რომელიც, ესე იგი, ვინ იყენებს იმ ადგილს სამაჩაბლოს, რომელიც სააკაშვილმა გაყიდა, ვინ იყენებს იმ გზებს, რომელიც სააკაშვილმა გააკეთა, ვისა აქვს აქედან სარგებელი, რაც სააკაშვილმა გააკეთა, ისევ და ისევ თურქებს, რუსებს და იუდეველ ვაჭრებს, რომლებიც შემოსულიან არიან აქ საქართველოში ქართული გვარებით.
ხო, აუცილებლად არა, თათო. ადით საოცრებაა სვანეთი დიდად არცაა შეცვლილი. არ არისო დიდად შეცვლილი. არაო. მართალია ეგ კაცი ეკლესიაში სანთლის დანთება უფასოდ უნდა იყოსო. ელენე ჯობავა წერს, ხო? კი, ნამდვილად. მაშინ ცვარი უფასოდ უნდა იყოს. ეგ იუდეველებმა გადაწყვიტონ, კაცო, ეხლა ეგ იუდეური წესით არის დღეს რო კლავენ ხვარს მამალს და ხბოს რო კლავენ ხოლმე, ხო? ეგ არის წარმართული წესი, იუდეური ძველი წესით, რომელიც ქრისტემ გააუქმა. თაკო ეს არ არის იუდეური, ეს არის წინარე წარმართული რელიგიების, ხო? წარმართული რელიგიები ქვია მაგათ. ხო და მეგობრებო, ასე რომ მოვიდა შევარდნაძე და ილია დედაუტირეს, რაც კი ინფრასტრუქტურა გაკეთებული იყო, დაანგრიეს და მოასპეს, აიღეს ეს ლითონი, წაიღეს რუსეთში გაყიდეს. თურქეთში თუ სად გაყიდეს. მერე მოვიდა სააკაშვილი, აღვაღორძინა. ხო, რა საინტერესო სიტყვა ეს ვერ გამოთქინვალარად. მერე მოვიდა ივანიშვილი და ოცნებაში გადაგვისროლა და მართლაც ოცნებაში ვართ, რომ რა კარგი საქართველო შექმნა ჩვენმა ილიამ. გაბრწყირა საქართველო. უწყოჩი გაყარა დედები და ოჯახის სიწმინდის დღეობა დაარსა 48,000 ჩვილი მოგვინათლა და დაძმათ ინცესში ჩააგდო. აი გაბრწყინდა საქართველო, ესე იგი ილიასთან და ბიძინასთან ერთად საქართველო გაბრწყინდა. და ვიღაცებს ეშინიათ რომ ერთ-ერთთან საუბარი მქონდა რა, არა მარტო ერთ-ერთთან საუბარი მქონდა რა, თქვენ იცით ალბათ რომ თამარ მეფეს ძალიან გვაوار, დაჟე ხალებიც ერთნაირად გვაქვს და თამარ მეფესნაირად მართებულად, შემართებულად იგინებოდა კიდევაც თამარ მეფე დედას ტირობდა ყველას, რა ხმალსაც აიღებდა და თავს მოაჭრიდა თუ საჭირო იყო რა. ვერ გაარჩევდით კაცის და ქალის თვისებებს მასში. ორივე ერთად იყო ძალიან მაგრად შერწყმული და ეხლა ნახეთ რა. ამას რო უყვები ხოლმე და რაო გინდაო რომ მეფე დაგიძახონო? ყველას ეს პრობლემა აქვს ხალხო, ჩემს მე რო ამას ვაჟღერებ ხოლმე რომ მეფე რო ოღონდაც მეფე არ დამიძახონ და იმას კი ვერ აზროვნებენ რომ მეფე რა შუაშია, ყველას, ესე იგი ვინც ამას ამბობს მეგობრებო, ყველას აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით ოღონდ მეფე არ დაინახოს, თვითონ უნდა მეფობა, გესმის? ეხლა მე მარინოს მინდა ვკითხო ერთი რამ, მარინოს. ხო, აბა ეხლა მითხარი, როგორი მეფე ვარ? შენ? ხო, როგორი მეფე ვარ? როგორი მეფე ხარ? აბა მითხარი, როგორი მეფე ვარ? შენ ხარ გერეი? რაღაცას გეუბნებ, აი აჩვენე ჯერ. ეს ჯერ ბავშვს უპასუხე და მე რა. Ist das 17? Das ist 17. Das ist 70. Nein, das ist 7. 7-0, aber anders. მარინოს, ჩემი გვირგვინი სად არის? შენი მეფეოს ჯერ როგორ მომართავ? აბა გასწორდი ნორმალურად დაჯექი ჩემ წინაშე ახლა. აბა ეხლა ჩემი გვირგვინი სად არის? შენი გვირგვინი ვიცი სად არის. აი აქ არის, დავინახე. რას ქვია არის მზად? აი ნახე, აქ არის უკვე იცხებს გვირგვინი. აი თეთრი ვერცისფერი იგვინი. არ დაგვიწყები, კიდევ კაი, თორე თავს მოგაჭრიდი. თავს მოგაჭრიდი, თურმე ზედმხურებია. კარგი, ახლა მითხარი როგორი მეფე ვარ? მოიცა, ჯერ როდის როგორი მეფე ვარ თუ დედოფალი? ვერ გავიგე. დედოფალი ვარ თუ მეფე? არ ვიცი რა. ჩერ თესლი ხარ. თესლი ვარ? თესლი ვარ. თესლი იცი როგორი, როდის ეუბნებიო ხოლმე თესლი ხარო, იცი, როცა უდაეჩხუბონ, ცუდი სიტყვა. რატო ცუდი სიტყვა არის თესლი თაკო? თესლი არა, მარცვალი უნდა გეთქვა, მარცვალი. მარცვალი. თესლი რა ცუდი სიტყვა არის, ვერ გავიგე. ჩვენ ძმას წვერი რატო გაპარსეო? სად არის? მე? არ შეეხოს უთხარი. გაიპარსე წვერი? არა. ცოტა კი. აი, ცოტა. აი ისინი იციან, შენ არ იცი.
მე თესლი ვარ, მეგობრებო. ხო, ის არა ქე, როგორი თესლი ვარ? მარცვალი. აი, როგორი თესლი ვარ? აბა, თესლი, კარგი სიტყვაა, მე ცუდი კი არ არის. თესლი უნდა ჩადო? თესლი უნდა ჩადო და არა, მაგრამ ხორბლის მარცვალს ეძახიან. ხორბლის თესლს არ იძახიან. თესლი აქვს იმ ყველას სცენარები აქვს თესლები და რატო ცუდი სიტყვა არის ვერ გავიგე. არ არის ცუდი სიტყვა, კარგი სიტყვაა, მაგრამ ყველა კარგი სიტყვა გადააცუდეს, ვითომ ცუდია. არ არის ცუდი, თესლი არ არის ცუდი. თესლია ცუდი, არც სიტყვა. აი, შენ ჯერ არ ახარ მეფე, ხო? არ ახარ დედოფალი. მოიცა, ჯერ არა ვარ ვაპირებ, თუ რა ხდება? არ ვიცი, შენ არა ვარ. შენ უთრადი რა მეფე ვარ, ესე იგი შენ ფიქრო მეფე ხარ. მეფე ვარ, აბა რა ვარ, კაცო, ვერ დაინახე ეს გვირგვინი, შენ თვითონ არ თქვი? ხო. მაგრამ ეს könnte auch ein Heiligenschein sein, keine Ahnung. მოიცა, ეხლა შენ ხუმრობთ, კაცო, მართლა არ ეგონოთ ამ ხალხს. ეხლა მითხარი. ეს პრობლემა რო აქვთ ადამიანებს, რომ თამარ მეფეს რო ვადარებ თავს, ხო? რატო ვადარებ თამარ მეფეს თავს? შენ რას კითხავ? ყველას უნდა რომ თამარ მეფე იყოს. jeder möchte das. არა, ყველას გვირგვინი. გვირგვინი გამიკეთეს. ბავშვებმაც კი იციან, რომ მე გვირგვინი მეკუთვნის, გვირგვინოსანი ვარ. აი, დამაწეყეს თავზე. ეხლა მითხარი მარინოს. ეხლა ვიღაცები ამას ჩათვლიან. არ თქვა ეგრე, შენ თავზე არ ილაპარაკო, იმიტომ რომ სხვა უნდა ილაპარაკოს, შენ სხვა არ ლაპარაკობს, აგერ ველოდე 40 წელი. შენ თავზე უნდა ლაპარაკობ, ხო? მე რო არ დამეწყო ლაპარაკი, არავინ არ იტყოდა ჩვენს. ყველას უნდა ფიქრობ, რომ მე ვიქნები მეფე ამ ქვეყანას მეფე. ყველას უნდა, ყველა ფიქრობს მაგას, ხო? ყველას უნდა. ვისაც პრობლემა აქვს ჩემს მიმართ, რომ მეფე უნდა დაგიძახო, ნო? იმას უნდა მეფობა. აი ზუსტად იმას უნდა მეფობა, იმიტომ რომ ეგეთი რაღაც რომ მეფობა გინდოდეს, უნდოდეს, იცი როგორ ადამიანს, ახლა გეტყვით რა. ადამიანი, რომელიც ქრისტეს ტიტულს იწებებს, ილია მეორესნაირ ადამიანს უნდოდეს მეფობა. აი თვითმარქვია ადამიანებს უნდათ მეფობა, გესმით? თვითმარქვიებს, რომელსაც უნდათ მეფეც და პატრიარქიც ეწოდოს. და აი ესეთ ადამიანებს ნამდვილად აქვს იმის პრობლემა, როცა ვამბობ რომ თამარ მეფეს ერთ-ერთში გავარმეთქი რა, სულ ცოტა გარეგნულათაც, მენტალურათაც და სულიერათაც თამარ მეფეს გავარ იცოდეთ და ეს ეხლა რეინკარნაციას დაარქმევთ თქვენ ამას თუ კვლავგებითობას თუ აღდგომას დაარქმევთ, ეს თქვენზეა დამოკიდებული. ხა მე ნამდვილად არ მჭირდება იმის მტკიცებულება, რომ ეგრე არ არის ან არის. ხო და ეხლა ის მაინტერესებს შენი აზრით. Also germanულად კითხავ რა. Derjenige, der Problem damit hat, dass ich das sage, dass ich die Reinkarnation von Tamar bin. ერთი წუთი დედიკო, ეგ არ არის სასაცილო. ეგეთი სასაცილო რაღაცები არ გჭირდება, კარგი? მითხარი. Derjenige, der damit ein Problem hat, warum hat er dieses Problem? Was denkst du? Warum hat er das Problem? რატომ აქვს ამ ადამიანს ეს პრობლემა, როდესაც მე ვამბობ, რომ თამარ მეფის რეინკარნაცია ვარ მეთქი რა? აი რატომ უნდა კონდეს ადამიანს ამაზე გართულება? იმიტომ ეს არის წმინდა ადამიანი. საიდან ვიცით, რომ წმინდა ადამიანი არის? მაგის გამო რამდენი ადამიანი მოკვდა? ხო, მაგრამ წმინდანი არის, ხო? წმინდანად შერაცხა ილია მეორე, მაგრამ არის თუ არ არის, არ ვიცით. ხო, და ფიქრობ, die denken, dass du hochmütig bist, weil du რომ მე ვარ ისა თავში მაქვს ავარდნილი, რომ თამარ მეფეს და თამარ მეფეს რო ელოდებიან მაგის გამოჩენას? არ ვიცი, ვინ ელოდების თამარ მეფეს. ნარიმანი elodeba თამარ მეფის გამოჩენას. ნარიმანი მოიცა თამარ მეფის არა, თამარის თვითონ არის მეფე ნარიმანი, არა? ნარიმანი თვითონ არის მეფე, მაგრამ ყველა მეფე არის, ვინც მიაღწია ქრისტიანობას და ეხლა მაინტერესებს, იცი რა მაინტერესებს? თამარ მეფის გამოჩენას კი არ ელოდებიან. თამარის გამოჩენას ელოდებიან, იმ თამარ მეფის რეინკარნირებულ თამარის გამოჩენას, გესმის? თორე თამარ მეფე რო გეწოდოს, მაშინ უნდა გეხუროს გვირგვინი თავზე, სულ ცოტა გვირგვინი უნდა გედგას თავზე და აგერ ჩემმა მეუღლე, ხო, ისე სხვათა შორის დედა ჩემმა მითხრა, რომ რო დაიბადეო, აი ესეთი ზოლი გქონდა თავზე, თმა გქონდაო, მაგრამ აი აქ ზოლი გქონდაო და შენ რას ფიქრობ, ეს Heiligenschein არის?
შეიძლება გიგვინიც არის რა, არ ვიცი. გვირგვინიც არის. ეს არის სოფლის გარბოძებული გვირგვინი. Spuren, die Spuren von der Krone. დიდი ხან კვალია, გვირგვინის კვალი, ხო? კი, შეიძლება არის. ეხა ის მაინტერესებს რა. მე რომ მეფე გავხდე, ვთქვათ, მე რომ მეფე გავხდე. როგორი მეფე რო გავხდე, მეფე. დედოფალი კი არა, მეფე. Ho. მე რას ვიძავს შენი აზრით? Was du machen wirst, oder was? მომეწონება ეს? Არა. რატო არ მომეწონება? არ მოეწო. რატო არ მომეწონება? აბაში რას? იმიტომ რომ ძალიან ბევრი verantwortung ist es, ja? პასუხისგებლობა, ხო? ანუ შენი აზრით ხომ იცნობ ეხლა 8 წელია ერთად ვართ, 8 წელი გავიდა, ერთად ვართ და ცხოვრობ მიცნობ. მე მინდა მეფობა? არა, არ გინდა. არ გინდა. რატო მაგრამ ფიქრობ რომ მე არ ვიცი მინდა? რომ შენ გონი რომ საჭირო არის ქვეყანასთვის. არა. შენ არ გინდა მეფობა. მე რა ვიცი და რა არ ვიცი ეგ. იცი რა არის? შენ რას ფიქრობ? მე მინდა მეფობა? შენ იცი რა არის მეფე? მეფე არის აი ჩვენში, ხო? არის მეფე ვინც der alles befiehlt. ხო, მართავს და ყველაფერი, ხო? ალაგებს და მართავს, ხო? შენ არ ახარ ეგეთი ადამიანი. შენ არ გიხვას მაგს ხანი befiehlt. ახო, ბრძანებების გაცემა არ გიხვას. შენ გიხვას რომ ხაიხი თვითონ იცის რა უნდა გააკეთო. ხო. ეხლა უყურე, ეს მაინტერესებს. Warum denkst du, dass ich nicht König sein möchte? ხო, რატომ არ მინდა მეფობა? შენ რა დაინახე ჩემში? რო ამბობ რომ არ გინდა მეფობა. ეგ თქვი ეხლა რა. იმიტომ შენი იდეალიზმი, ხო? ძალიან ძნელი ist sehr schwierig durch in den Menschen durchzubringen. Verstehst du? Deswegen magst du auch kein König sein. ეხლა ქართულად ახსენი რა. მოცა. ჩემი იდეები. შენი იდეები, შენი იდეალიზმები, იდეალიზმი თუ ამბობ იდეალიზმი, ხო. იდეალიზმი ამ ქვეყანაში და საერთოდ ამ სოფლიოში ძალიან რთულად მისაღწევია. ხო, ძალიან რთულად. მაგრამ მისაღწევია, ხო? კი. მაგალითად რა იდეალები მაქვს მე? Was habe ich für Ideale? მაგალითად, რო ყველას იციან თვითონ რა უნდა გააკეთეს. რო ჩემი თქვა არ დასჭირდეთ, ხო? ხო, ეს ძალიან რთული იქნება. საერთოდ. მაგრამ შენ რას ყველას მეფობა უნდა. ყველას მეფობა უნდა, მაგრამ ყველას უნდა უფროსი, ყველას უნდა ის უფროსი უნდა, აი ცინა ადამიანი უნდა ყველაფერი, ყველას. მაგრამ არ უნდა შენ არ გიხვას რა ეს აი შენ არ გიხვას ეს ჰიერარქები არ გიხვას. შენ აი ერთად რო ყველა ერთნი ვართ, ხო? ხო. და ეგრე არ გამოუვა, მეფე უნდა იყოს ყველაზე მაღლა უნდა იდგეს, ხო? არა, ყველაზე მალე არ უნდა იქდეს და აი საერთოდ სხვა სისტემა უნდა მე მგონი. არ უნდა იყოს ერთი მეფე და დანარჩენები ეს. ყველა მეფეები უნდა იყოს. ყველას მეფეები უნდა იყოს. აი, ზუსტად მაგას ვამბობ. აჰა, მეგობრებო, რაღა გინდათ მეტი რაღა გითხრათ. ეხლა ვისაც პრობლემები გაქვთ ჩემთან, რომ მეფეს აგიძახებენო მერეო და ეს პრობლემა რო გაქვთ, ხო? აგერ გითხრათ შემა მეუღლემ 8 წელია მიცნობს ადამიანი ყოველდღიურად, ხო? ჩვენ სულ ერთად ვართ, ხო ეგრეა, მარინოს? ხო. ეხლა მითხარი, მე შენ გბრძანებლობ რამეს? არა. როდის? არა. Ob du mir was befiehlst, oder was? Არა. ხო. ხანდახან თმები გაისტორე. ხო, კაი, მაგას ვგრძანებლობ და ვთქვათ, აი, მაგრამ ეს არა უშავს. აი ეხლა მითხარი, მე გეუბნები ხოლმე ეს გააკეთე, ის გააკეთე, ეს გააკეთე? არა, საერთოდ არა. გაძალებ რო ჩემთან იყო? არა. Ob mir das schwerfällt oder? არა. Zwinge ich dich, dass du bei mir bist? არა. არ გაძალებ, ხო ესე? ეხლა შენ რას ფიქრობ, მე შენ მოგაჯადოვე? არა. ხო, ანუ ხო, ფიქრობ რომ მე მოგაჯადოვე. გიყვარ ვარ? ეხლა აბა ob ich dich liebe? ხო. ხო, აბა. როგორ არა? ესე იგი თუ გიყვარ ვარ და შენ გრძნობ ჩემთან კარგად გრძნობ ჩემთან თავს? კი, meistens, ხო? აი ეგრე არ არის რომ 100%
გაგათვათ ერთმანეთს. ხო. ეგრე არ არის, ეგრე არ უნდა იყოს. უნდა იყოს თან ჩუბი უნდა იყოს, თან სიყვარული უნდა იყოს, თან ეგრე არის სიყვარული, ხო? ხო. ეხლა ანუ სიყვარული არ არის რა სულ ეს არ არის. blind ისა რა ქვია, ბრმად რო ხარ მინდობ. ხო. Am meisten ist Ehrlichkeit das Wichtigste. ხო. ხო? სიმართლე, ხო? სიმართლე არის ყველაზე გულწრფელობა, გულწრფელობა. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ეს. ეხლა უყურე, ეხლა ის მაინტერესებს რა. მე ესეთი ხო ვარ, ჩხუბანა ხო ჩანვარ რომ აი სულ ჩხუბობ. ეგეთი ვარ? არა. აბა როგორი ვარ? საყვარელი. რატო ვარ საყვარელი? აბა იქნებ ის მითხრა. არ ვიცი, შენ თუ არ ცხოვრობდი ამ ქვეყანაში, ხო, უფრო საყვარელი იქნები. საქართველოში თუ არ ვიქნებოდი, უფრო საყვარელი ხო, ვიქნებოდი. იმიტომ ყველაფერი რასაც ხედავ. ხო, ძალიან გამცა მახტი სავა. ხო, მაბრაზებს. რატო მაბრაზებს? აბა შენ რას ვიქრობ? არ ვიცი, იმიტომ ძალიან შენ ძალიან გიხვა შენი ქვეყანა მე მგონი. მე მგონი არა, ეგრე არის, შენ გიხვა შენი ქვეყანა. შენ ფიქრობ რომ მე მინდა რომ გამოჩენილი გავხდე ამ ქვეყანაში და იმიტომ ყვირი ვარ? არა, შენ გინდა რომ ადგენს საქართველოს. აღვადგინო საქართველო? ეგრე გინდა. ეგრე მინდა? აი მაგალითად მე და შენ რო ჭაჭონაში დავდივართ ხოლმე და იმ ნამტროებს რომ ხედავთ იქ ის მინდა რომ გამოჩენილი გავხდე მე და ეს ნამტროები იმიტომ ჩავწერო? არა. ხალხო დაუჯერეთ ჩემს მეუღლეს რა ის გეტყვით სიმართლეს ჩემზე მოდი აბა მე როგორ ჩანვარს ეკრანის უკან ეგ თქვენ არიცით მაგრამ აი მარინოს გამოკითხეთ ჩემზე რა გაინტერესებთ ეხლა მე კითხავ რა ჩემი მაყურებლის ტვინებში შევალ და კითხავ რა კარგი ადამიანიაო გეუბნება შონა ეხლა ის მითხარი მარინოს ის მითხარი მე რომ ვყვირი ვარ ხო ეკლესიებში რომ დავდივარ და ვყვირი ვარ რა მაყვირებს warum schreie ich denn in den Kirchen wenn ich schreie weil die Menschen nicht Jesus folgen aber ქართულად მითხარი რო ხალხია დაუჯერებენ იესოს სიტყვები და რატომ აინტერესებს ეს იესოს სიტყვები მაინც რას გადავეკიდე გავაფანატე არა Gmertis, der war Gesandter bzw. Sohn Gottes, no? Messija იყო. ხო, მესია იყო. გზავნილი იყო. არავის არ გაიგებს რა არის ეს. ვერავინ გაიგო? ვერ გაიგო. Keiner hat verstanden. დღემდე, ხო? დღემდე. ვერ გაიგო, ხო? აი რო ხედავ ეკლესია, ხო? სად არის იესოსი? აი სად არის ქრისტე? ამში. სურათზე არის, ხო? სურათზე არის. ხატზე არის იესოს. წმინდები არიან ხატზე. მაგრამ რაც was die Heiligen gemacht haben, რაც აკეთებენ. საქმეებით რასაც აკეთებენ. საქმეებით აკეთებენ, რა წმენა ქონდა, ხო? ეგეთი არ არის ეკლესიაში. სად არის წმენა ეკლესიაში? აი მე ვერ ხედავ. ჩემთან არის რწმენა? კი, aber ყველაზე der gläubigste Mensch, den ich kenne, bist du. მორწმუნე, ყველაზე მორწმუნე? შენ ხარ. ხო, ესე დაინახე შენ? კი, თავიდან დავინახე. და რატო დაინახე? აი რას ვაკეთებ ეგეც? Kannst du mir Traum geben? Du folgst den Worten Christi, mit Ehrlichkeit zum Beispiel, eine ganz große. ანუ ქრისტეს სიტყვას მივდევ და ვასრულებ, ხო? In den Taten, oder? In den Taten. Tatsächlich sozusagen. Tatsächlich. Bolo, bis zum letzten nicht unbedingt, ja. შენ არ მიდიხარ მათ რა ქვია ტრეში და ხო, უდაბნოში არ მარხულობ, მაგრამ ეკლესიაში შევდივარ და იმას ვამბობ, რასაც ქრისტე ამბობდა, მაგალითად, ხო? რას ვაკეთებ კიდე ქრისტე? აი ქრისტეს სიტყვას რას ვასრულებ მაგალითად? Was mache ich noch außer dass ich in die Kirchen du folgst deinen eigenen Überzeugungen. Ja? Du schaust auf dich
ხო, ქართულად დავა. არ ვიცი რა თქო. ჩემს შინაგანს მივენდე, ხო? შინაგან ხმას, რასაც ქრისტე გვეუბნება რომ მიენდეთ თქვენს გულს. მაგალითად კიდე რა? აი მაგალითად ქრისტუს ხო, მაგალითად Du hast auch noch Visionen, ja? ვიზიონერი ვარ, ხო? ვიზიონერი. შენ ესე დაინახე რომ მე ვარ ვიზიონერი. მაგალითად რა ვიზიები მაქვს? რა ვიზიონერი გაქვს? რას ვამბობ ხოლმე, რას უყვები, რა მადარდებს? აი მაგალითად ხო? შენ რო ამბობ, wenn du mir sagst, mach das nicht so, dann passiert es auch meistens so. Verstehst du? აი მაგალითად რო გაგაფრთხილებ ესე არ გააკეთო. ხო. ეს თორე ეს მოხდება, ზუსტად ის ხდება, რასაც გეუბნები ხოლმე, მაინც რო აკეთებ, ხო? ხო. ანუ წინასწარ მეტყოლური ისენი მაქვს, ხო? შენ ხო, აბსოლუტურად. აბსოლუტურად ეს გაქვს. ხო, გახსოვს? აბა ერთი მაგალითი მოიყვანე, მაგალითად სად გითხარი ეგეთი და სად ვიცი ეხლა თაკო არ ვიცი ეხლა. აი ბებჯერ არის და ეხლა ერთი არ ვიცი რა. რამდენი ჯერ მე მახსოვს მაგალითად კორონას ამბობი, ხო? აი შენ წინ უნდა შენ იცოდი წინ რომ წინასწარ რა იქნება, რა გამოვიდა, რა აი ერთი მაგალითი სიაფანდი და ის იყო, ხო? და შენ არ მიჯერებდი. არა, მე გიჯერია ხო, მაგრამ ich habe dir schon geglaubt, ja? ხო, მაგრამ aber ich glaube immer noch auch an die Menschheit. ხო. ანუ ეხლა რა არის, იცით მეგობრებო, კორონა რო დაიწყო, სანამ ეს გაშიარდებოდა, ხო? ეგ გერმანიაში ვიყავით და სანამ საერთოდ ეს პანდემიად გამოაცხადებდნენ ამ კორონას და რაღაცას იტყოდნენ, წინასწარვე თქვი, როგორც კი დავინახე, რომ იქ ესე განცხადებებში შემოდიოდა 18 ისეთი რეკლამა უკეთდებოდა 18 ავადმყოფი კორონათი, 19 ავადმყოფი კორონათი, აი აუქციონივით იყო რა, აუქციონივით ჩართეს ეს პროგრამა, რომ 30 ავადმყოფი დაფიქსირდა, რომ პირდაპირ წამოვიდა ის მუხტი, რასაც ნიშნავს ადამიანების ტვინის გამოშტერება და გამოლაყება და მარინოს უთხარი რომ მე ვთქვი, ეს არის დაგეგმილი პანდემია, რომელიც არის დაგეგმილი და სპეციალურად მასონთა საზოგადოების მასებს მასონებს რატო ეძახიან მასებს ვინც მართავს იმათი გეგმა არის მეთქი და მარინოსისგან მომდიოდა იმ ხელა წინააღმდეგობა რომ ეხლა შენ ტყუილებს ფიქრობ და რაღაცა რა წამოვედით გზაში ვიყავით საქართველოში წამოვედით მაშინ ჯერ შემოსული არ იყო აქ ეს პანდემიური გაფრთხილებები როცა დაწყებული იყო უკვე ეს ვირუსი საქართველოში მაგრამ ბრძანება არ იყო იქ გამოცემული რომ ჩაერთოთ პანდემიის გეგმა გესმის და რომ შემოვედით საქართველოში იქ რაღაც ავტობუსი იყო გაჩერებული იმეებში სინჯავდნენ ადამიანებს სიცხეს უსინჯავდნენ და რაღაცებს მე ვთქვი აი აქაც უკვე შემოდის ახლა ეს გერმანიაში უკვე როგორც პანდემია ესე გამოცხადდა საქართველოში უკვე რამდენი იყო დაავადებული კორონათი და გადატენილი იყო ისენი რა ქვია მაგას კლინიკები, მაგრამ ყურად არავინ არ იღებდა და უცბად შემოვიდა განცხადება, რომ всё, ეხლა პანდემიად უნდა გამოცხადდეს და ამათაც პანდემიად გამოაცხადეს ეს კორონა რა, როცა მანამდე გადავსებული იყო კლინიკები, მაგრამ ყურად არავინ არ იღებდა, არანაირი პანდემია და არანაირი ის არ იყო, რა ქვია, საუბარი არ იყო ამ თემასთან დაკავშირებით და მარინოს რომ ვეუბნებოდი, მე ვთქვი, ეს არის მას უნდა ხო დადგინდა ეხლა უკვე საჩივარი შეიტანეს, რომ ის იყო დიდი აფიორა იყო, დიდი მაფია იყო გარეული ამ საკითხში მასონთა და აი ეხლა მარინოსი თავისი პირით ამბობს, მარინოს მოტრიალდი? ანუ ესე იგი მართალი აღმოჩნდი? ხო, ეგრე გამოდის რა. ეგრე გამოდის. არა და რა წინააღმდეგობა იყო, იცი, კინაღამ ვიჩხუბეთ მაგის გამო, რომ ვერ ხედავ ამას, ვერ ხედავ თვალნათლი ვხედავ, მე ვთქვი. მოკლედ ერთი სიტყვით მეგობრებო, რა ვისაც პრობლემა გაქვთ ჩემ თამარის რეინკარნაციაზე, ეს თქვენი პრობლემა არის. აი რა პრობლემა არის? რომ მაშინ იყოს თამას რეინკარნაცია
და რა პრობლემა არის ხო რა ეს არ არის მართლმადიდებლურიო გეუბნები არა რეინკარნაცია არ ვიცი არ არის მართლმადიდებლური არ არის მართლმადიდებლური ეგ არ არის წარმართული არის რეინკარნაცია და ქრისტე ამბობს ელია იყო იოანე იყო ელია და ერთი და იგივეს ამბობს 4-ვე სახარებაში და კიდევ სხვადასხვა სახარებებში რა თქო რა ანუ რა პრობლემა აქვს ამათ მეორედ მოსლის აღდგომაზე ვერ ვხვდები რა ეს კიდე რომ აი wien არის მართალი wien არის მართალი wer hat recht was heißt recht wer recht hat es geht darum wer recht hat აი რამდენი წელი არის თავში რეინკარნაცია მათო ქრისტესთვის იყო აი მათო ქრისტესთვის არის ხო ყველაზე მნიშვნელოვანი პერსონა არის ქრისტე და მათო ქრისტე შეიძლება რომ აღდგეს ხო და რამდენი წელი იყო რა 2000 წელი იყო ეს ფიქრი რომ მათო ქრისტესთვის არის საჭირო რომ აღდგეს ხო მაგრამ მე მგონი ყველა უნდა აღდგეს ხო აი ეხლა ალეკო წერს ჯვრის შეურაცხყოფელი პაკისტანელები გაგვექცა 20 თებერვალს გაიქცა და ალეკო ამასთან დაკავშირებით წერს რომ ჯვრის მონასტრის შეურაცხყოფას სირიაში რა ჯვარცმები მოხვა ვითომ შემთხვევით ისა ალეკო სრულიად გეთანხმები რომ კარგი დაკვირვება გაგიკეთებია რა მართლა კარგი დაკვირვება გაგიკეთებია რომ ჯვარზე რაც ხდება ის ხდება მერე საქართველოს მსოფლიო მასშტაბით იმიტომ რომ აი ესეთი რაღაცა არის რა აი თქვენ იცით ალეკო მე შენ გაგიცანი ნარიმანის კარზე თქვენ ამბობთ ესეთ რამეს რომ ნარიმანის კარზე რაც ხდება მე ხდება ის საქართველოს მასშტაბით და საქართველოში რაც ხდება საერთოდ მე მსოფლიო მასშტაბითო და მე როგორი დაკვირვება გავაკეთე იცი ალეკო საქართველოს ნარიმანის კარზე რაც ხდება მე ხდება საქართველოს მასშტაბით და ჯვარზე რაც ხდება მე ხდება ის მსოფლიო მასშტაბით ხვდები აი ესეთი რაღაც დაკვირვება გავაკეთე და ვნახოთ აბა რამდენად გაამართლებს ეს დაკვირვება სატანით ცხოვრობდნენ დაო მამონა პურიტანობა შეცვალეს მამონათი ხო ნუ რა ვიცი მე გეუბნებით იმას რაც უნდა მეთქვა დანარჩენი ხო მეგობრებო თქვენი აზროვნეთ აი როგორც ჩემი მეუღლე გეუბნებათ მე არ მიყვარს ხალხი რომელიც ჩემზეა ჩამოკიდებული და ჩემს აზრებზე თქვენს კი არა თქვენ უნდა გქონეთ თქვენი ყველანი მეფეები ვართ აი ესე უნდა ვაზროვნებდეთ გესმის ერთი კი არა ყავს მეფე და ის მიუთხას მიყვებით ყოჩს მიყვებით ხო ჩვენ ყველანი ყოჩები ვართ всё ყოჩაღები იმიტომ მოდის ეს სიტყვა ყოჩაღი რეუბნები შვილს იმას ვისაც ეუბნები ყოჩაღი ხარო ესე იგი იცი რა უნდა შენი თაკეთებ შენი აზრით აკეთებ არავის თქმა არ გჭირდება შენ უკვე ხვდები რა უნდა მოგაკეთდეს ყოჩაღი მაგას ქვია და ყოჩაღად იყავით რა ყოჩაღად წავედი ახლა გაკოცეთ ბევრი საქმეა სახში იმდენი საქმე გვაქვს რომ გუშინ მთელი დღე ვერ შემოგიერთდით აბა გაკოცეთ მეფეებო და დედოფლებო ყველას გაკოცეთ ყველანი მეფეები და დედოფლები მყავხართ თქვენ აქ ვინც მისმენთ და მეც ეგეთი ვარ ახლა მეც ნუ ჩამომართმევთ მეფობას თქვენც მეფეები ხართ და მეც ჩვენ ყველანი ყოჩაღები ვართ ასე რომ გაკოცეთ